და დღის სხვა მთავარი თემები 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღეა სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია თბილისსა და ქუთაისში სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაიშვა პარლამენტის შენობებზეც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. დაღუპულთა პატივის მისაღებად მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებებია დაგეგმილი თემაზე საუბარს ნათია ქენქაძე განაგრძობს მოამბის პირდაპირ ეთერში ნათია გისმით. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში ოკუპაციის კვირაულის ფარგლებში დღეს დილიდან დროშებით დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყებასთან. მოვლენათა მთავარი ეპიცენტრი კი არის კოჯორში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირ იუნკერთა მემორიალი. აქ უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, დედაქალაქის მერი, მათ იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დღეს ცნობილი გახდა ახალი ინფორმაციაც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით კოჯორი ტაბახმელას მისადგომებთან ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილზე ჩატარდება არქეოლოგიური გათხრები, აღდგება პირვანდელი სახით სანგარი, მომავალში უკვე დაგეგმილი არის მუზეუმის გახსნაც, რაც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ჩამოსულ ტურისტებს საშუალებას მისცემს, რომ მიიღონ ინფორმაცია 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის შესახებ. დღეს ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ იმ შემაღლებებზე, სადაც იყო სანგრები და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, გავაკეთოთ, აღვადგინოთ ნაწილი ამ სანგრების, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა, ტურისტებმა ჩვენ ყველა ვნახოთ ის ადგილები კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის ბრძოლაში. გეგმავთ წელს არა და შემდეგ წლებში მუზეუმის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ექსპონატი, ყველა ისტორიული მომენტის იდენტიფიცირება შეძლებს როგორც ტურისტი, ისე პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე. დღევანდელი დღე არის დღე მოგონებისა იმ ღირსეული ადამიანების, ვინც შესწირეს თავი იმ ყველაფერს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება. ისინი იბრძოდნენ იმისათვის, რომ ტერი არ შემოსულიყო ქალაქში, ტრისაგან დაეცვათ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ თითოეული ჩვენთაგან ესვალია, რომ გავიხსენოთ ის ღირსეული ადამიანები და ყოველწლიურად გამოვიდეთ აქ ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და მივაგოთ მათ სიცოცხლეს პატივი. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ მასალები, როგორც ცნობილია, დაცული არის არქივში. სწორედ ეს საარქივო მასალა არის წარმოდგენილი პარლამენტის თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში მიმდინარე გამოფენაზე. აქ გამოფენილი არის 1921-24 წლებში პოლიტიკური ნიშნით დახვრეტილთა, დაპატიმრებულთა და გადასახლებულთა სიები, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები, ფოტოები. ეს გამოფენა ყოველწლიურად იმართება 25 თებერვალს და ორგანიზატორების მიზანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ ოკუპაციის მძიმე შედეგები. სიებია წარმოდგენილი 1350 ადამიანი დახვრეტილი და 2734 ადამიანი დაკავებული და გადასახლებული. მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ამ გამოფენაზე. ასევე არის წარმოდგენილი ბანაკებიდან გამოგზავნილი წერილები რიგ გადასახლებული პირების და არის პირადი ოქმები, საქმეები, რომელიც შედარებით ცნობილ ქართულ გენერლებზე არის. მთავარი მიზანი ამ ღონისძიების, ამ გამოფენის არის ის, რომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა ხსოვნა ყოველთვის იყოს. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს დღეს პატივს მიაკეთებს მთავრობის მეთაურიც პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გმირ იუნკერთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით შეამკობენ უმრავლესობის წევრებიც. მადლობა ნათია, მოამბის პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.